გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან. იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. გარიდების სიტყვები ტრამპსა და ზელენსკის შორის ვირტუალური დავა. ევროგანლაგება უკრაინისთვის შეუძლია თუ არა ევროპას მარტო დაეხმაროს უკრაინას ომში. ნაბიჯი გადატვირთვისკენ. ერ-რიადში მოლაპარაკების ბოლო სიტყვაობა. ამის შესახებ ნახეთ ჩვენს ეთერში. ვაშინგტონის მხრიდან უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის კიევზე ძლიერი ზეწოლით აღინიშნა გასული კვირა გლობალურ დიპლომატიურ ფრონტზე. არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდება, რომელიც მანამდე თეთრი სახლის უკრაინაში სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა გააკეთა, უმაღლეს დონეზე გადავიდა. ტრამპის ოთხქსელში თავის პოსტებში ვოლოდიმირ ზელენსკის არც მეტი, არც ნაკლები დიქტატორი უწოდა. რა დროსაც უკრაინის პრეზიდენტის მხარდაჭერის 4%-იანი მონაცემები მოიყვანა. აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის სწრაფად მოძრაობისკენ მოუწოდა, ან მას შეიძლება ქვეყანა აღარ დარჩეს. ტრამპისადმი ვირტუალურ პასუხში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის დეზინფორმაციის ბუშტში ცხოვრობს და კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემები მოიყვანა, რომელშიც პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა 57%-ზე ადის. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი დონალდ ტრამპის შეფასებას არ დაეთანხმა ომის დროს კიევისთვის ამერიკული მხარდაჭერის თანხის შესახებ, რომლის საფუძველზე თეთრმა სახლმა უკრაინის იშვიათ მიწათა ლითონებთან წვდომის გეგმა შეიმუშავა. უკრაინაში ჩადებული სახსრების ანაზღაურების სახით. ზელენსკიმ სამხედრო დახმარების 60 მილიარდი დოლარი და 30 მილიარდი საბიუჯეტო დახმარების რიცხვები მოიყვანა. რა დროსაც ტრამპის გათვლები 200 მილიარდ დოლარს ეფუძნება. როგორც ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, ზუსტად კიევის უარმა ამერიკის ადმინისტრაციის პირობებზე იშვიათ მიწათა ლითონების კონტექსტში გამოიწვია უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოწოდების გაგრძელება. ვაშინგტონიდან კიევს და კიევიდან ვაშინგტონს დიპლომატიური სიგნალების მზაკვრული ჩახლართულობის შესახებ კითხე ანატოლი ლევინს და სერგეი კუდელს. საუბარი უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით დაიწყეთ. იმაჩნია, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა და მისი ჩატარების მოთხოვნა რუსეთისთვის დროზე ადრე დათმობას ზედმეტად წააგავს. დიახ, ნამდვილად არის კითხვები უკრაინაში დემოკრატიასა და ავტორიტარული მართვის შესახებ. ამის შესახებ კითხვებს, როგორც მგონია, დასავლეთი არასაკმარისად ცნობს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის ხელისუფლება მართალია იმაში, რომ ომის პირობებში არჩევნების ჩატარება, როდესაც მოსახლეობის ნაწილმა ქვეყანა დატოვა, რომლებიც ან დასავლეთში, ან რუსეთში წავიდნენ, არაფერი რომ ვთქვათ წმინდად იურიდიულ ასპექტებზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ძალზედ რთულია. ამას გარდა არ ღირს ამის ნაჩქარევად გაკეთება. ჩნდება კითხვა, ამ დინამიკაში თუ შეიძლება ასე ითქვას, ვის ექნება გადამწყვეტი ხმა? გადამწყვეტი ხმა, რა თქმა უნდა, ექნება უკრაინას. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საკანონმდებლო საფუძველი უნდა შეიქმნას. ამავდროულად ვხვდებით, რომ არჩევნების ჩატარება რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების ერთი ნაწილი იქნება. ვინაიდან თავად პუტინს არაერთხელ განუცხადებია იმის შესახებ, რომ ის მზად არ არის უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმების ხელმოსაწერად, რომელსაც ის არალეგიტიმურად თვლის, ვინაიდან მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა. თუ პუტინი ამ პოზიციაზე ზეწოლას განაგრძობს და საბუთებზე ხელის მოწერაზე უარის თქმას, შესაძლოა ხელი მოეწეროს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკრაინაზე და მის ხელმძღვანელობაზე დიდი ზეწოლა იქნება. პირველ რიგში აშშ-ის მხრიდან, როგორც მოლაპარაკებაში შუამავლის. იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს უკრაინის ხელისუფლების გადატვირთვა არჩევნების მეშვეობით. ამ გადატვირთვის შესახებ აშშ-ის უკვე არაერთხელ უთქვამს. თავად ტრამპი და მისი წარმომადგენლები იყვნენ ამის მომხრე. მაგრამ ჯერ პირობები შექმნილი არ არის. ანუ უკრაინაში უსაფრთხო პირობები იმისათვის, რომ ამგვარი არჩევნების ჩატარება შეიძლებოდეს. ამიტომაც საარჩევნო კამპანიის დასაწყებად აუცილებელი პირობა არის ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც შესაძლოა გახდეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ უფრო მასშტაბური, სიღრმისეული შეთანხმების პირველი ნაბიჯი.
ვაშინგტონიდან მომდინარე სიგნალები როგორ შეიძლება ამოვიკითხოთ? ვაშინგტონისთვის პრინციპულია თუ არა საქმის დაჭერა ზელენსკისთან? რა თქმა უნდა, ვაშინგტონი ზელენსკის როგორც უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტს ისე აღიქვამს და ვხედავთ, რომ პრეზიდენტად არჩევნებამდეც კი მზად იყო პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ამის მიღწევა რთული იყო, მაგრამ ეს გამოვიდა. ამავდროულად ვხედავთ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობების სიახლოვე არც ისე კარგია. ანუ ახლახან ინტერვიუში თავად ზელენსკიმაც კი განაცხადა, რომ ტრამპთან საკმაოდ იშვიათად აქვს ურთიერთობა და არანაირი წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, რაზეც ახლა აშშ რუსეთთან თანხმდება. ანუ პრინციპი, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციაში იყენებდნენ, უკრაინის გარეშე, უკრაინაზე არაფრის ლაპარაკი, ახლა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში იცვლება პრინციპად, უკრაინის შესახებ ყველაფერს უკრაინის გარეშე ლაპარაკობენ. ან თითქმის ყველაფერს. ამ მხრივ, ეს რა თქმა უნდა არის გარკვეული უპატივცემულობის გამოხატვა უკრაინის მთავრობის მიმართ, ან თავად ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება ასე აღიქვას და გადაითარგმნოს თავად ოფიციალურ კიევში. ამასობაში ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის შესახებ გააფრთხილეს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზელენსკის თავდასხმა ტრამპზე სასურველის უკუეფექტი იქნება. ის ახლა საჯაროდ ესხმის თავს ერთადერთ მიზეზს, რომლის გამოც მისი ქვეყანა საერთოდ არსებობს, რაც აღმაშფოთებელი აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა. ამასთან კვირის მიწურულს ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ზელენსკი აშშ-სთან იშვიათ მიწათა ლითონების გარიგებას ხელს მოაწერს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. უკრაინის იშვიათ მიწათა ლითონებთან წვდომის შესახებ კითხეს სერგეი კუდელს. პირველი რაც ხდება, ეს არის გარკვეული გზავნილი ტრამპის ამომრჩევლების მიმართ, განსაკუთრებით მისი საარჩევნო ბირთვის მიმართ, რომელიც აშშ-ს მხრიდან უკრაინის მუდმივი უსასყიდლო დახმარების მიწოდების გამო ძალზედ უკმაყოფილოა. ვიცით, რომ საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ტრამპის მრავალი მოკავშირე, ან თავად ტრამპი ამბობდა იმის შესახებ, რომ ზელენსკი არის დახელოვნებული ბიზნესმენი, რომელიც აშშ-სგან უდიდეს თანხებს იღებს და სანაცვლოდ ამერიკა არაფერს იღებს. ახლა, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში აღმოჩნდა, ხვდება, რომ არ შეუძლია უბრალოდ შეწყვიტოს უკრაინის ნებისმიერი სამხედრო დახმარება. უნდა განაგრძოს შესაძლოა ნაკლები მოცულობით, რათა უკრაინამ რამენაირად მაინც მოახერხოს რუსეთის შეტევების შეკავება. ამიტომაც ამ დახმარების მიწოდების რაიმე გამართლების ხერხი უნდა იპოვოს. და მგონია, რომ მის განცხადებებს მიღმა უკრაინის ბუნებრივ ნედლეულთა შესაძლო წვდომის შესახებ პირველ რიგში პოლიტიკურად დასაბუთების სურვილი დგას, თუ რატომ გრძელდება აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც კი. სინამდვილეში რიცხვები, რომელსაც ტრამპი ასახელებს, 500 მილიარდზე ლაპარაკობდა. ეს სრულად უსაფუძვლო რიცხვებია. უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში არანაირი სერიოზული გეოლოგიური დაზვერვა არ ჩატარებულა იმ ნედლეულის, რომელსაც უკრაინა ფლობს. ამ რესურსების დიდი ნაწილი ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამიტომაც უკრაინა ვერ შეძლებს გამოყენებადი წიაღისეულის რეალურ შეფასებას. ამიტომაც მიდგომა, რომელსაც ტრამპი აჟღერებს, როდესაც ხაზს უსვამს, რომ უკრაინამ იარაღის მიწოდების სანაცვლოდ ნედლეულთან წვდომა უნდა მისცეს, მგონია, რომ ეს ასევე მოწმობს ერთგვარი ფილოსოფიური გაგების ცვლილებას. აშშ-სთვის ამ ომის მნიშვნელობის შესახებ, ვინაიდან ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ აღიქმებოდა როგორც დასავლეთის ომი, აშშ-ის ომი. უკრაინა იბრძოდა დასავლეთისთვისაც, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისთვისაც. ბაიდენის ადმინისტრაციის მოსაზრებით, დემოკრატიის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, იმისთვის, რომ დემოკრატია როგორც პოლიტიკური მოწყობა მსოფლიოში დომინანტი დარჩეს და ავტორიტარიზმი ჩერდებოდეს. Политический режим оставалась как бы доминирующей в мире, и авторитаризм останавливался. ხედავთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშკარა ხდება, რომ ომის იდეოლოგიური მნიშვნელობის საკითხი უკან ინაცვლებს.
идеологического значения войны отходит на второй план. ეს ომი აღარ არის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ომი აღარ არის ის ომი, რომლის დროსაც დასავლეთის ყველა ქვეყანა უკრაინის მხარეს დგას. იდეოლოგიური და მორალური, სტრატეგიული მიზეზების გამო. ეს ომი გადაიქცა ომად, რომლიდანაც ამერიკა ან სხვა დასავლური ქვეყნები შეძლებენ მოგების მიღებას. ეს ომი ახალი ბიზნეს გარიგებების შესაძლებლობად გადაიქცა აშშ-თვის. ამიტომაც ომის მნიშვნელობა ამგვარად რადიკალურად იცვლება. იმით, როგორც ამას ტრამპი გვაწუდის. გონია, რომ ამაში უკრაინის მთავრობისთვის გარკვეული ხაფანგია, მაგრამ როგორც კი უკრაინა აშშ-ს მიმართ ბიზნესის ლაპარაკზე გადადის, როგორც კი საუბარი რაიმე გარიგების დადებას ეხება და ამერიკული დახმარება არათუ პრინციპების მიმხრობის გამო არის, არამედ სარგებლის, რომლის მიღებაც შეუძლია აშშ-ს, იმავე მომენტში ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, როდესაც თუ გარკვეული რესურსები ამოიწურა, ანუ თუ ეს ნედლეული საერთოდ არ იქნება უკრაინაში, მაშინ აშშ სრულად მკაფიო საფუძველს იღებს იმისთვის, რომ უკრაინისთვის საერთოდ ნებისმიერი დახმარება შეწყვეტოს. ანუ აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობის ამგვარ საქმიან საფუძველზე გადასვლა მომავალში უკრაინას აშშ-с მხრიდან ნებისმიერი დახმარების შეჩერებით ემუქრება. Отношения между Украиной и Соединенными Штатами на такие абсолютно деловую основу, он грозит для Украины прекращением любой помощи со стороны США в будущем. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის გაჩენილი ხარვეზების ფონზე ევროპაში მორიგ ჯერზე კიევის უპირობო მხარდაჭერის და ვოლოდიმირ ზელენსკის როგორც კანონიერი პრეზიდენტის ლეგიტიმურობის შესახებ განაცხადეს. საკუთრივ მხარდაჭერის სიტყვებმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისაგან გაიჟღერა, რომელმაც სხვა დანარჩენთან ერთად უკრაინაში ბრიტანული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა. ოფიციალური ვაშინგტონის და კიევის გარკვეული გულგრილობის ფონის გათვალისწინებით, ოფიციალური ლონდონის და უკრაინის ევროპელი მოკავშირეების პოზიციაზე საუბარი ანატოლი ლევინთან გავაგრძელებ. მინდა გავიგო ვაშინგტონსა და კიევს შორის სიცივის ფონზე წარმოაჩენს თუ არა ამ ქმედებით გაერთიანებული სამეფო უკრაინის მთავარი დასავლელი პარტნიორის სახით აშშ-ს ჩანაცვლების თავის სურვილსა და მზაობას. არა, ეს უფრო პოზიორობაა. ბრიტანეთის ეკონომიკას შეხედეთ, ბრიტანულ ჯარს და ბრიტანულ სამხედრო საწარმოო კომპლექსს. ეს სრულად შეუძლებელია. იმასაც კი ვიტყოდი, რომ ამერიკული დახმარების დიდი ბრიტანეთით ჩანაცვლება რაღაც ფანტასტიკის სფეროდან არის. სხვათა შორის თითქმის უმალვე მას შემდეგ, რაც სტრამერმა უკრაინას ბრიტანული ჯარის შესთავაზა, მან დაამატა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა მხარდაჭერის მექანიზმის როლს შეასრულებს და თუ სირთულეს განიცდიან ბრიტანული ჯარის დახმარების გარანტი იქნება. თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპმა და პიტ ჰექსეტმა უკვე თქვეს, რომ ამერიკა ჯარს არ გაგზავნის და გარანტიებს არ გასცემს, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ეს მხოლოდ პოზიორობაა. ამიტომაც თქვენს კითხვაზე პასუხია არა. მაგრამ უარესია ის, რომ სტრამერს ახლა ტრამპთან დათანხმების დაწყება არ შეუძლია. ვინაიდან ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესახებ თქვა, ეს ულელური იქნება. ბრიტანეთის პრობლემა იმაშია, რომ მრავალი წლის განმავლობაში დიდ სახელმწიფოდ წარმოაჩენს თავს, მაგრამ სინამდვილეში ამერიკის მეორე ვიოლინოს როლს თამაშობს. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ უკრაინაში ომის დროს დიდი ბრიტანეთი ბევრ რადიკალურ განცხადებას აკეთებდა და ექსტრემალურ პოზიციებს იკავებდა. ეს იმის გამო, რომ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევდა და მას ამისკენ ახალისებდა, რომ მას ამერიკა მხარს უჭერს ბაიდენის ადმინისტრაციის სახით. ახლა კი დიდი ბრიტანეთი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში საკუთარ მახეში გაება და ამავდროულად სტრამერი, როგორც კლასიკური ბრიტანელი, ამბობს, რომ შუალედური რგოლის როლის შესრულებას სურს ამერიკასა და ევროპას შორის შუამავლის. აშკარაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საერთოდ არ არის დაინტერესებული იმაში, რომ დიდი ბრიტანეთი ამგვარ როლს ასრულებდეს. შედეგად ბრიტანეთის ისტაბლიშმენტი გაოგნებულია. მათ მიმართ თანაგრძნობაც კი ჩნდება, იმის გამოკლებით, რომ მათ თავად ჩაიყენეს თავი ამ მდგომარეობაში.
ალიანსების შესახებ საუბრისა სტატიაში ახლახან დაწერეთ, რომ არ ეთანხმებით შიშს იმის შესახებ, რომ ტრამპი ნატოდან გავა და ამტკიცებთ, რომ აშშ განაგრძობს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, მაგრამ ალიანსის არ გაფართოების პოლიტიკას დაიცავს. ახლახან შევიტყვეთ იმის შესახებ, რომ ახლა მუსირებს იდეა, რომ მშვიდობიანი შეთანხმების დადების ფარგლებში ჩართონ უკრაინის ნატოში ავტომატური მიღების მდგომარეობა. იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ამ გარიგების რომელიმე პუნქტს დაარღვევს. ამის შესახებ რას ფიქრობთ? არ მგონია, რომ ეს მოხდეს. უპირველეს ყოვლისა, მაშინ ეს მშვიდობიან შეთანხმებაში უნდა იყოს ჩართული. მაგრამ რუსეთი ასეთ შეთანხმებას ხელს უბრალოდ არ მოაწერს. ამას გარდა თუ განაცხადებ, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ ნატოს წევრი გახდება, რაიმე წვრილმანი დარღვევის ან კამათის შემდეგ, ეს გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი ავტომატურად განაახლებს ომს. ომი ისევ დაიწყება, რის შედეგადაც საწყის წერტილს დავუბრუნდებით. ვინაიდან უკრაინის ნატოში მიღების შემდეგ, უკრაინას მეხუთე მუხლის მიხედვით უსაფრთხოების გარანტიები ექნება და ევროპას მოუხდება ომი და უკრაინის დაცვა. ტრამპი ამას არ გააკეთებს, მაგრამ თუ ევროპული ქვეყნების ჯარების გაგზავნა შეეცდება უკრაინაში ბრძოლაში მონაწილეობისთვის, მაშინ მთელ ევროპაში ხელისუფლების დამხობები დაიწყება. ანუ უბრალოდ გაიქცევიან და ამის გაკეთებაზე უარს იტყვიან. არსი იმაშია, რომ ყველა ევროპელი მრავალჯერ იმეორებდა ჩვენ ბრძოლაში უკრაინის თავდაცვისთვის არ წავალთ. ასეთ იყო ბაიდენის ოფიციალური პოზიცია და ყველა ევროპული ხელისუფლების და ამგვარ შეხედულებას ემხრობა ევროპული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა. მათ არ სურთ რუსეთთან ომში ჩართვა. მაშინ რაში სჭირდება უკრაინას ნატო, თუ ნატოს ქვეყნები მის დასაცავად არ იბრძოლებენ. მინდა ერთ-რიადში ჩატარებული მოლაპარაკებები განვიხილო. ორივე მხარემ მოლაპარაკებაზე ატმოსფეროს ცოცხალი და კეთილსასურველი უწოდეს. მინდა თქვენი მოსაზრება გავიგონო იმის შესახებ, ვართ თუ არა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ახალი გადატვირთვის მოწმენი. დიახ, მიმაჩნია, რომ ასეა. ურთიერთობების გადატვირთვის წინა რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პოლიტიკაზე და განვითარების პერსპექტივაზე ფუნდამენტური განსხვავებული შეხედულების გამო. ზოგ შემთხვევაში კი აშშ-ის ხელისუფლებასა და პუტინის ადმინისტრაციას შორის იდეოლოგიური უთანხმოების გამო. ახლა კი დადგა ის დრო, როდესაც შეგიძლია პირდაპირ იყო. ვაშინგტონში საჭესთან არის ადმინისტრაცია, რომელიც მშვიდობის ისეთ შეხედულებას ემხრობა, რომელიც პუტინის ხედვასთან ძალიან ახლოსაა. ვამბობ იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში რეალისტები მოვიდნენ, რომლებიც ეროვნულ ინტერესებზე მიმართულ ხისტ პოლიტიკას ატარებენ. თუნდაც ისეთი ასპექტები ავიღოთ, როგორიც არის ხელისუფლების როლი ქვეყანაში და გავლენის სფეროებთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა ტრამპის მიერ მონროს დოქტრინის აღორძინება. მიმაჩნია, რომ ამჯერად იმ პირობით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დეტალების დარეგულირება მოხერხდება, ამჯერად გადატვირთვა შეიძლება გამოვიდეს. ბუშისა და ბაიდენის ადმინისტრაციების მცდელობისაგან განსხვავებით, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრა იქნება მსოფლიო არენაზე ბოლო 20 წელიწადში. ძვრებზე საუბრისას ცნობილია, რომ ერთ-რიადში მოლაპარაკებაზე არა მხოლოდ უკრაინა განიხილებოდა, ასევე სხვა საკითხებიც, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. ამგვარად, თუ ტრამპი მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯებს, იქნება თუ არა ეს ავტომატურად ამერიკული მასშტაბური სანქციების დასასრული რუსეთის მიმართ. დიახ, ალბათ. თუმცა მიმაჩნია, რომ როგორც ამერიკული, ისე ევროპული სანქციების სრულად გაუქმება არ ღირს. ისინი უნდა შეჩერდეს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ზუსტად ასე მოიქცევა. სამწუხაროდ ეს ჩემს ხელში არ არის. მკითხეთ იმის შესახებ რუსეთის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში და აგრესიის განახლების შემთხვევაში უნდა გახდეს თუ არა უკრაინა ავტომატურად ნატოს წევრი. ვთქვი, რომ არ ვიცი. თუმცა შეიძლება ისეთი მდგომარეობა ჩავრთოთ მშვიდობიან შეთანხმებასთან ერთად. აშშ-ში კანონი მიიღონ იმის შესახებ, რომ თუ რუსეთი მშვიდობიან შეთანხმებას დაარღვევს და აგრესიას განახლებს, მაშინ ყველა რუსეთის წინააღმდეგ ყველა შეჩერებული სანქცია განახლდება. მიმაჩნია, რომ ასე მოქცევა იქნებოდა სწორი. თუ გვინდა, რომ რუსეთს ჰქონდეს სტიმული, პირველ რიგში უკრაინის მიმართ თავისი მოთხოვნები შეამციროს, მეორე კი ჩინეთს დაშორდეს, მათ შორის ეკონომიკურად, რაც ტრამპის შეხედულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაშინ განსაზღვრებით რუსეთის დასავლეთთან სავაჭრო და ენერგო კავშირი უნდა აღდგეს.
რუსეთისთვის ეს მსხვილი სტიმული იქნებოდა. კიდევ იმის გამო, რომ რუსეთში არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებული არ გახდეს. ამას გარდა რუსეთი შიშობს, რომ თუ დასავლეთში ყველა ენერგობაზარს დაკარგავს, მაშინ ჩინეთის პოზიცია გაძლიერდება, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ფასების უფრო ხისტი მითითების საშუალებას მისცემს, რაც რუსეთისთვის შეიძლება ძალზედ არაკეთილსასურველი აღმოჩნდეს. ეს ფაქტორი რუსეთისთვის შეიძლება დიდი კვერი გახდეს, მაგრამ შოლტიც უნდა გქონდეს მომარჯვებული მომავალი აგრესიის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე მაიკ უოლცმა ერიაჩი მოლაპარაკებებს ისტორიულ უწოდა. მოლაპარაკებას ვაშინგტონიდან აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის დაცვის ფონდის რუსეთის პროგრამის დირექტორი ჯონ ჰარდი. მას ერიადის შეხვედრის ბიზნეს კომპონენტის შეფასება ვთხოვა. ჯონ, მოლაპარაკებების შემდეგ გვესმის, რომ რუსეთის ოფიციალური პირები შესაძლო შემოსავლების აღნიშვნით ცდილობენ ამერიკული სანავთობო კომპანიების რუსეთში ბიზნესის განახლებაში დარწმუნებას. და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებებზე არა მხოლოდ უკრაინა განიხილებოდა, ასევე ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობის აღდგენის სხვადასხვა მიმართულება. თქვენი შეხედულებით, აშშ-ს რუსეთის მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში უნდა თამაშობდეს თუ არა როლს ეკონომიკური სტიმული. ფიქრობ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ პოტენციური ეკონომიკური თანამშრომლობა შესაძლებელია თუ უკრაინის საკითხი დარეგულირდება. მაგრამ მგონია, რომ პუტინს ვერ იყიდი. მისი მიზნები უკრაინაში მისი მსოფლმხედველობისთვის და წარმოდგენისთვის არის, თუ რას სჭირდება და რას იმსახურებს რუსეთი. ეს არის ფუნდამენტური. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ბრძოლის ველზე გადაწყდება. თუ ზეწოლის მოხდენა მოგვიხდება, რათა კომპრომისს მივაღწიოთ, ან თუნდაც ავამაღლოთ ალბათობა იმისა, რომ ის ამაზე წავა, არა მგონია, რომ ეკონომიკური სტიმულები იმუშაობდეს. ანუ თქვენი შეხედულებით სანქციების საკითხი პუტინისთვის მგრძნობიარე არ არის. ჩვენ უკვე ვიხილეთ ვაშინგტონის მხრიდან საკმაოდ წინააღმდეგობრივი სიგნალები. ერთის მხრივ მოლაპარაკება მიდის, მეორეს მხრივ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კიტკელოგი აცხადებს, რომ სანქციები შეიძლება გაგრძელდეს, თუ პუტინი საკმარის მოქნილობას არ გამოავლენს. ამ დინამიკას როგორ აფასებთ? ვფიქრობ, პუტინისთვის მნიშვნელოვანია სანქციების მოხსნა და ის აცნობიერებს, ან ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ ესმის მაინც რუსეთის ეკონომიკაში მზარდი პრობლემები. მაგრამ ჩემი ძირითადი აზრი იმაშია, რომ მისი მიზანი უკრაინაში გაცილებით უფრო სიღრმისეულ დონეზეა განლაგებული, ვიდრე მისი შეშფოთება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ეკონომიკური ფაქტორების როლი სავარაუდოდ განსაზღვრავს უფრო იმას, თუ კიდევ რამდენად დიდი ხანი შეძლებს რუსეთი ამ ომის გაგრძელებას და მე რომ აშშ-ს ადგილას ყოფილიყავი, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ ვისწრაფვოდი, რათა შევამცირო ის დრო, რა დროის გაძლებაც რუსეთის ეკონომიკას შეუძლია ამგვარი დიდი თავდაცვითი ხარჯებისთვის. ანუ მიუხედავად მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენის გაცხადებული მზაობისა, ვაშინგტონი პუტინთან მაინც ზეწოლის ენით უნდა ლაპარაკობდეს. ამას ზეწოლას არ დავარქმევდი, ეს უფრო არის უკრაინის მხარდაჭერა. მისი შეიარაღებული ძალების დახმარება, რუსეთის შეტევითი პოტენციალის დასუსტება, რუსეთის სამხედრო რესურსების გამოფიტვა. აუცილებელია პუტინს აჩვენონ, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მას დამატებით უპირატესობას არ მოუტანს. ამავდროულად საკუთარი პოზიციები უნდა გავამყაროთ. პირველ რიგში ეკონომიკური საყრდენების მეშვეობით, მათ შორის რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებით, რომელსაც რუსეთის ნავთობი გადააქვს და კრემლისთვის შემოსავალი მოაქვს. ეთერში იყო ჯონ ჰარდი. დღეისათვის ამით ვასრულებთ. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. დროებით. Оставайтесь с нами, спокойных вам выходных и увидимся на следующей неделе.